და მოგესალმებით მეგობრებო, საკმაოდ საინტერესო ვიდეოს წევს, შეგიძლიათ ჩამოждეთ, რამე ყავა მოადუღოთ. ძალიან საინტერესო ვიდეოს წერ, რომელსაც დავარქმათ, მოდი ჩვენი ალგორითმის საფუძვლები და პრაქტიკაში როგორ დავინახოთ, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. მე ვიდეოების ჩავწერე, განსაკუთრებით ეს ბოლო ორი პირადი პორტფელები რო გაგანდეთ, რაზე არის ეს ყველაფერი დაყრდნობილი და საიდან მოვიდა ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი ჰაერიდან მოვიდა. უბრალოდ მათემატიკას ახსენებს ეს ადამიანი, რაღაცებს ახსენებს ეს ადამიანი, იძახის. მოდი ახლა რაღაცებს ხვდებით, მოგწონს ნაწილ კატეგორიას, ნაწილი კატეგორია ვერ იგებს, მე ნახვებიდან გამომდინარე ხვდები რა. ჩართულობას პლუს მინუს და რაღაცა ნაწილი ვერ იგებს, რაზე ვლაპარაკობ და არ იჯერებს და ასე შემდეგ. მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ეხლა მინდა მე განახოთ თქვენ აი პრაქტიკულად როგორ მუშაობს ეს ალგორითმი მათემატიკური და აი ისეთი რაღაცები დაგანახოთ, საითაც ჯერ მე მგონი კიდე არ გაგიხედიათ ფიზიკურად, ვეცდები, რომ იქით გაგახედოთ რეალურად, აი პრაქტიკაში გაჩვენოთ, რატო არის მუშა ეს სტრატეგია და რატო იქნება ეს სტრატეგია და ალგორითმი მუშა ყოველთვის. ეხლა ერთ-ერთი აი საუკეთესო პორტფელი თუ რომელიმე არის, თქვათ ტესტებიდან რაც კი მე მაქვს გაკეთებული, არის ეს. და მოდი გავიაროთ სათითაოდ რა. ყველაფერი ბიუჯეტირება გავიაროთ, რაზეც ვახსენებდი რომ მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი საინტერესო თემა და აუცილებელი თემაა ბიუჯეტირება თქო და რატო? საშუალო პროცენტსაც ვახსენებდი, რთულ პროცენტსაც ვახსენებდი და საშუალო ფასი. და მივალ ახლა ყველაფერს აი დეტალურად ჩამოჯექით, პატარა ვიდეო არ ვიცი რომ იყოს რა, იმიტომ რომ ბევრი საჩვენებელი არის. აი ამ პორტფელის მაგალითზე ეგ სტრატეგია საერთოდ რა შვება და ეს ხედვა და ეს ალგორითმი საერთოდ რას ემსახურება და როგორ შეგვიძლია ახლა ჩვენ და თქვენ მაგალითად რამინც ნახავთ გამოიყენოთ სიტყვაზე ეს ინფორმაცია და დაამუშავოთ თქვენთვის და ასე შემდეგ რა. ესე იგი, დავიწყოთ ამ პორტფელით რა. ეს პორტფელი ამ პორტფელში არის ინვესტირებული $3,000 სტრატეგიით რა. სადაც არის შერჩეული, როგორც ვიძახი, 20 აქტივი. ეს 20 აქტივი, მოდი ესე ვთქვათ, მე როცა TBC-ის პორტფელის განხილვა მქონდა ჩემი და იქ რო სტარტი რა აქტივებითაც მივეცი, 20 აქტივი ზუსტად ის აქტივებია და ზუსტად იმ პერიოდში გავაკეთე ეს ტესტ პორტფელი ძველ დროში. ძველ დროში რაც გულისხმობ, ახლა კეთებთ რა, დავაბრუნე ძველ დროში. ავიღე ბიუჯეტი $150 თვეში. ანუ რეალურად ბიუჯეტი როგორ არის გადანაწილებული? $3,000 არის ინვესტირებული თანხა, მაგრამ ყოველთვიურად ხდებოდა მობილიზება $150 ინვესტირება ხდებოდა. ყოველთვიურად. ეს გრძელდებოდა 20 თვის განმავლობაში, ანუ 20 თვეში ჩაიდო ეს $3,000 ამ სტრატეგიით. ზუსტად რუტინული სტრატეგიით რა, რომელიც არის მათემატიკური ფორმულა, მათემატიკური გათვლა რა, აგერ მაგ კალკულატორიც გახსნილი და მათემატიკაშიც გადავალთ რა. უბრალო მათემატიკაში ძალიან. ესე იგი, როგორც თქვით, $3,000 არის აღებული და არის ჩადებული 20 აქტივში რა. და როგორ მოხდა ახლა ეს ყველაფერი რა? აბსოლუტურად აი ეს აქტივები რაც ახლა აი აქ არის ეს 20 აქტივი, იქნა შერჩეული, შერჩევაზე აღარ მინდა რომ დავყარგოთ. იქნა შერჩეული და ეს 20 აქტივი შევიძინე ყველა, ახლა $150 ბიუჯეტი გვაქვს, გავყავით 20-ზე, გამოგვივიდა $7.50. ესე იგი, ყველა ეს აქტივი შევიძინეთ პერიოდი, როდის არის 17 დეკემბერი 2021 წელი. 2021 წლის 17 დეკემბერს გაიხსნა 20-ვე აქტივზე პოზიცია $7.50. რთული პროცენტის მაგიასაც დაგანახეთ, სად იმალება. ესე იგი, მოხდა $7.50 დაბადება ყველა ამ აქციაში და შემდგომ იზომებოდა აქ ცოტა სხვანაირად, აქ წლის დასაწყისიდან არ იზომებოდა, აქ იზომებოდა, გაიხსნა ეს პორტფელი $7.50-ით, $7.50-ით გაიხსნა და შემდეგ თვეს იზომებოდა 17 დეკემბრიდან. ანუ 17 დეკემბრიდან 21 იანვრამდე გაიზომა ყველა აქტივი, 17 დეკემბრიდან 18 თებერვალამდე და ესე იზომებოდა ყველა აქტივი. ერთი სიტყვით, ანუ ინვესტიციების დღიდან იზომებოდა ყველა აქტივი და ისე ირჩეოდა საინვესტიციო 10 აქტივი. და შემდგომ ყველა აქტივში, რუტინულად 20 აქტივიდან 10 აქტივში მიდიოდა $15. ესე იგი,
სანამ არ გაიხარჯა ეს $3,000, მოძრაობა ხდებოდა ეგეთი რა, ყოველ თვე იზომებოდა, ირჩეოდა 10 წამგებიანი აქტივი, იდებოდა იქ. სანამ $3,000 არ გაიხარჯა. ეხლა ჩვენ მაგალითად სრული ეს მათემატიკის თემა რო გამოვიყენოთ, ანუ ჩვენი $3,000-იანი ინვესტიციიდან საშუალო აქტივის ფასი გამოგვდის $150. ხო სწორია? ანუ ესე იგი საშუალოდ ამ აქტივებიდან, რომელიც აი აქ ჩამოთვლილია, ესე იგი რომელიც არის 150-ზე ქვევით დღეს მაგალითად ჩვენთვის ის არის უკვე ავტომატურად წამგებიანი, ხო? ანუ საშუალო ფასი თუ $150 გვაქვს, $150 ქვევით წამგებიანია, ხო? უკვე ის აქტივი ვთქვათ და ეს ისედაც სუდი აქტივი იყო, არ ვიცი საიდან რაღაცა არ ვიცი საიდან მოხდა, არანაირად არ ექვემდებარებოდა ჩემს რეკომენდაციებს, რომელსაც თქვენ გაძლევთ მაგალითად, თუმცა ეხა კი რაღაცა ვითომ პლუსები ქონდა, მაგრამ არ ვიცი, ანუ ეს თავშივე ცოტა სარისკო იყო ჩემთვის, მაგრამ არც ეგ არის პრობლემა, ხო? ჯერ უნდა მივცეთ, ხო, ჩვენ დრო ყველაფერს რა, მაგრამ რისი თქმა მინდა, ეს აქტივი არ მომხდარა, გდია ქვევით სადღაც რა. ეხა უბრალოდ რომ ნახოთ თანხები რა და რთული პროცენტის მაგიებსაც ნელ-ნელა გავეცნობით რა. ნახეთ 17 დეკემბერს ხო გვახსოვს რომ გვაქვს $7.50 ჩადებული რა. დღეს ეგ პოზიცია, ეგ ტრანზაქცია ღირს 3.30, ანუ დაკლებულია, რაც ჩავდეთ იმასთან შედარებით და ყველა შემდეგი ტრანზაქცია 24 თებერვლის გარდა. ანუ ეს არის მარტო პლუსში და ანუ აი თებერვლის მერე რაღაცა ტრანზაქციები და პლუსდნენ. ისინი ჯერ მინუსებში არიან. ეს ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება წამოდგეს კიდე ფეხზე და ეს ღრიჭოც ამოავსოს, მაგრამ მე ისიც მინდა ნახეთ დანარჩენი საშუალო მათემატიკაა. აი მარტივი მათემატიკაა. ყველა უნდა წესით გაიგოს, რომ $3,000 ჩადე 20 აქტივში, საშუალო ფასი გაქვს $150, ხო? გადმოვდივართ და უკვე პირდაპირ ესეც მათემატიკაა, რომ უყურებთ, რომ აბა ვნახოთ ეხა 150-ის ქვევით ვინ არის, 150-ზევით ვინ არის. ნახევარ პორტფელზე რატომ აქ ყოველთვის ლაპარაკი რო სიტყვაზე ვნახოთ, აბა ნახევარი პორტფელი გვაქვს დღეს მინუსში თუ ნახევარი პორტფელი გვაქვს დღეს მინუსში და ნუ მოკლედ ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა ჩვენ ვხედავთ, რომ მინუსში ჩვენი თანხებიდან, ჩვენი ლოგიკიდან, აი ხვალევე რო დავაფიქსიროთ თანხები, ხო? ჩვენივე ლოგიკიდან მინუსში ყავს 1. ვნახოთ მეორე მდგომარეობა. რა ხდება, ვიცით რომ პირველი გახსნის პოზიცია $7.50 გვაქვს, მაგრამ ხედავთ რომ 21 იანვარი უკვე აღემატება, არ აღემატება, ბოდიში გატყვეთ $15 გვაქვს, ხო? პირველი არ აღემატება, არა და მე რაღაცები უკვე აღემატება. რაღაცა ტრანზაქციები უკვე აღემატება. ეთყობა მაგ დროს ამათ კრიზისული პერიოდი ქონდათ და უფრო ღრმად ჩადიოდა ინვესტიცია, ანუ უფრო მინუს ყიდულობდა მაგ პერიოდში და ზუსტად ეგ არის რომ ყველა თავისებურად ყველა ტრანზაქციას თავისი ფორმა აქვს, ესე ვთქვათ, მოკლეს რა. ზოგი ამოვიდა, ზოგი გადავიდა, ზოგი გადმოვიდა. ეხლა შეხედეთ, წავედით ზევით, ხო, ესეც საკმაოდ ისეთი აქტივი იყო, ცოტა უცნაურ დაჟა ეთყობა კიდევაც რომ პოზიცია, ანუ პორტფელის გახსნის პერიოდის $7.50 საერთოდ შეჭმული აქვს, თუმცა ეს სტრატეგია ხო მინუსში ჩადის და შესაბამისად ყოველი მომდევნო მომგებიანია, ხო, აი რომ დააკვირდეთ, ხო? მოდი აბა დავაკვირდეთ ახლა მაგალითად რეის, რომ ყოველი მომდევნო პერიოდები, სადაც აი გაჩერდა, ხო, 16 ივნისის მერე აქ გაჩერდა ინვესტიცია. რატო მნიშვნელოვანი, რომ ეს სტრატეგია ზოგადად არ უნდა გაჩერდეს, თუ გვინდა რაღაცაზე, ანუ დიდზე ვილაპარაკოთ, მაგრამ დავანებოთ თავი რა. აი შევხედოთ, რომ ნახევარი პერიოდი ამის ინვესტირებისაც, რომ დავაკვირდეთ, მატულობს ბოლო პერიოდში რა, იმიტომ რომ ნუ მაგ დროს ემთხვევა რომ კლებაიო და რო წავყვეთ ყველა დანარჩენ აქტივს, ხო? ხედავთ რომ ზოგი როგორ არის გასწრილი, ზოგი როგორ და ეხლა წარმოვიდგინოთ რომ აი ყველა ეს ტრანზაქცია, ყველა აი ამ ტრანზაქციაზე მუშაობს რთული პროცენტი და ჩვენ გამოყავს საშუალო და ეხლა აი ამ პორტფელს რო ვუყურებთ მაგალითისთვის, ხო? ხედავთ რომ ერთი კომპანია ყავს, ესე ვთქვათ, საშუალოდან გამომდინარე მინუსში, დანარჩენი ყველა არის პლუსში და თან როგორ პლუსებშია, ზოგი როგორ პლუსშია, თუმცა საკმაოდ მაგრად აღემატება. თან არ არის ჯერ დიდი პერიოდი. ეხლა ტრაექტორიებსაც განახილთ, ამერიკის ბაზარსაც შევადარებთ, შედარებით გრძელ ვადაზეც ვისაუბრებთ, რისკებსაც ვისაუბრებ, სად შეიძლება რომ ეს პორტფელი შეიძლება მოყვდეს და ნუ მოკლედ
საინტერესო ვიდეო იქნება წესით. ესე იგი აქ უკვე ხედავთ, ხო? აი ხა პალანტირი ხა ყველა მისის დღეს უკვე აჰუ ტრენდია და რაღაცა. თუმცა ნახეთ რა ხელაზეა გაქცეული, ხო? ამის შესყიდვებიც უწევდა იმ პერიოდში, ხო? იმ პერიოდში ესე იგი кайფასები იყო, ხა გაიქცა. და ასე შემდეგ რა, მოკლედ ესე რომ ვთქვა, ანუ აი ეს მომენტი არის, როგორ მუშაობს ეს სტრატეგია და როგორ მუშაობს ყოველივე ტრანზაქცია რა. დღეს თქვენი გაკეთებული და ჩემი გაკეთებული ტრანზაქცია მომავალში რაღაც შედეგს დადებს, ხო? და ეს სტრატეგია და ალგორითმი ზუსტად იმაზეა მიმართული, რომ მომავალში საუკეთესო შედეგი დადო. ამიტომ ვიყიდო საუკეთესოდ იაფად, ანუ საუკეთესოდ როგორ ვთქვათ რა, ანუ საუკეთესოდ ვიყიდოთ, ხო? პერიოდი შევარჩიოთ, ყველაფერი შევარჩიოთ, ვიყიდოთ. ჩაიდო $150, გაიხარჯა $3000. ნახოთ ბოლო ტრანზაქცია როდის განხორციელდა 21 ივლისი 2023 წელი, ხო? 2023 წელი, 21 ივლისი, ავიღოთ 23 წელი. ეხლა ნახეთ აი აქ განვიხილოთ, ესე იგი აქ დავიწყეთ ივლისის ანდალიანად. აჰა, თქვათ ესე, ხო, არც აქ მნიშვნელობა დიდად. მაგრამ ნახეთ, რას დააკვირდით, რომ ესე იგი თანხის ჩადების დღიდან სანამ ინვესტიცია დამთავრდა, ხო, ანუ $3000 ხო ქონდა ბიუჯეტი $150-იანებით მივდიოდით, ხა როგორ ჩავდეთ, რანაირად ჩავდეთ, ეგ უკვე გავიარეთ, მაგრამ ანუ ესე იგი ამ პერიოდამდე სანამ $3000 ჩაიდო, პორტფელი გვიჩვენებს, რომ უკვე პლუსში ვართ, იმიტომ რომ ჩვენი პორტფელის ღირებულება რეალურად $3900 და არა 3000-ზე, ანუ $3000 სადღაც აი აქ იყო უკვე აპრილში. მაგრამ ნუ ჩვენ ვაგრძელებთ, ეს ხო რუტინაა, ჩვენ ხო რუტინულად უნდა ვიმუშაოთ, მოვერგოთ ალგორითმს, მოვერგოთ ბაზარს, ხო? ანუ არ ჩვენ ვერაფერს ვერ შვებით, გავწერეთ სტრატეგია და უბერავთ. ესე იგი რისი თქმა მინდა, რომ აქ უკვე 3000 აქ შეწყდა უკვე, всё, საერთოდ ფული აღარ შედის. და რატოა კიდე მნიშვნელოვანი ეს რომ გვესმოდეს, რა უნდა გვესმოდეს აქ, ჩვენ აქ მივდივართ მინუსში, ანუ პორტფელს ჩვენ რეალურად სულ მინუსში ვქაჩავთ მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში, ანუ ჩვენი მთელი ტრანზაქცია ამ პორტფელის ისტორია სულ მინუსში ვეკაჩებით, ხო? ანუ 20 აქტივიდან 10 მინუსი, ანუ ყველა ინვესტიციის პერიოდი ეხა ამ კონკრეტულში არის თვეები, იყოს თვეები, ანუ მინუსებში. ანუ აი ამ დამძიმებულში მნიშვნელოვანი რა არის, რომ აქედან მერე, ხო, მერე როცა უკვე განთავისუფლდება მინუსებიდან, ანუ რეალურად რო აღარ ამძიმებ, ხო, პორტფელს. მერე იწყებს უკვე რეალურად მე ვეძახით ჩემთვის თავისი ცხოვრებით ცხოვრებას, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ მერე უკვე თვითონ ცდილობს თავისით რომ წამოდგეს, იმიტომ რომ წარმოვიდგინე აღარ ამძიმებ რაღაც მომენტში რა. მაგრამ დავანებოთ თავი. ხედავთ რომ მერე ამ პერიოდში უკვე წამოდგა კი არა და მაგრა წამოდგა, ხო? ეხლა ბოლო 5 წლის განმავლობაში 5 წლის სულ არ არის ეს პორტფელი, თუმცა 5 წლის რო იქნება, ეს იქნება ძალიან მაგარი პორტფელი და რატო მაგას გეტყვით? ესე იგი, ბოლო წელი რომ ნახოთ, აქ ეხლა 60%-იანი ზრდა ბოლო 1 წელი, წლევანდელი ზრდა რომ ნახოთ, აქ 51%-იანი, 6 თვის წილში 34%-იანი, 1 თვის წილში აგერ მინუსში გვაქვს, 5 დღის წილში აგერ მინუსში გვაქვს, 1 დღის წილში აგერ პლუსში გვაქვს. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. იქიდან გამომდინარე, რომ ეხლა ჩვენ გადავხედოთ ბაზარსაც, ხო, ეკონომიკას. ამ დროს რა ხდებოდა ჩვენ როდის გავხსენით პორტფელი და რა მოხდა, როგორ დაემთხვა და ასე შემდეგ, რომ აგიხსნათ კიდე აი კრიზისებით სარგებლობის მომენტი რა. ანუ ესე იგი ჩვენ იყო 21 ივლისი, ხო, 23 და ივლისი მოვუძებნოთ არა, ხო? აი, სათხარმა. აი, სადღაც აქ, ხო? ნუ, არა, ასე ვთქვი. შეხედეთ ეხლა პორტფელის გახსნის იმას შეხედეთ, აი რო ვაწვევი რა, საიდანაც ჩემი ლურჯი იწყება, ხო? მაგ დროს ემთხვევა კრიზისი და ინვესტირება ხდება მთლიანად კრიზისულ სიტუაციაში რა. ანუ სულ კრიზისში მოდის და ნახეთ ეს ლურჯი ხაზიც რატოა, ნახე ზევით გაიქცა, იმიტომ რომ დაინახა ახალი ფული პორტფელმა და პორტფელმა დაიწყო ხელოვნურად რა, ანუ პორტფელმა დაიწყო პროცენტულად ზრდა, იმიტომ რომ პორტფელში შევიდა თანხა. პორტფელში რა თანხაც შედის, ხო, ნუ იზრდება მე ხო პროცენტულად ესე რომ ემატება, იზრდება რა, წესით უნდა წავიდეს ზევით. ეხლა ჩემ სხვა პორტფელებში თუ გინახიათ, არის ხოლმე ეხლა აი ახლებშიც, რომ აი ზევით რომ მიდის ესე ზევით რა. ხო.
ის ჩემი იმიტომ მიდიზევით, რომ თან ბიუჯეტი პატარაა $1. ეხლა აქ ბიუჯეტი მაღალია, ასე თუ ისე შედარებით, ხო, $7.5 იყო გახსნის პოზიცია და მე არის $15. ნახეთ, ეს რო წავიდა ზებით, მერე ჩვენმა დამძიმებამ, ასე ვთქვათ, მინუსმა ჩამოკაჩა ქვევით ეს ლურჯი რომ მოდის, ანუ ჩვენ ეს ყოველი ახალი ფულით რომ მინუსში ვდებთ, ამძიმებთ. თან მაგ დროს გასათვალისწინებელია, რომ ბაზარი მოდის ქვევით. ანუ კრიზისის პერიოდია, ეს აპრილის დაცემია, ის არის რა, აპრილის რაღა არის, აპრილის ახალი უარი. ნუ მოკლედ. კრიზისულ პერიოდში ბანდება ფული და მერე ჩერდება თავისი ცხოვრებით იწყებს ცხოვრებას და შესაბამისად აი რაზე ვიცახდი რომ ფული იწყებს ამოსვლას თავის ცხოვრებით. რა ჩვენ როცა მინუსს აღარ ვაწვევთ, აი ხა ტრაექტორიას რო დააკვირდეთ ამის მერე, ნახე, ეს ფული იწყებს უკვე ამოსვლას და ბაზართან ოპტიმიზირებას, მოდი ასე დავარქმევ. და დავარქვათ რა. რო ხდება ბაზართან ოპტიმიზირება უკვე რა. შესაბამისად ეხლა აი ამ პორტფელის შედეგი, რომელსაც ჯერ 5 წელი სულ არ აქვს გასული, ხო? აი ამ პორტფელს 5 წელი სულ არ აქვს გასული, ხო? უკვე S&P-სთან, კაი NASDAQ-იც ავიღოთ, ვთქვათ იმისთვის, მრავალფეროვნებისთვის, თან ტექნოლოგიურია და ახლოს არის ამ პორტფელთან. ესე იგი, შევხედოთ ტრაექტორიებს, ესე იგი, აქ რო გავაჩერეთ და ბაზარი როგორც კიდდა პლუს და ეს პორტფელი იწყებს უკვე ამოსვლას ზრდას, იმიტომ რომ ჩვენ შესყიდვები გვაქვს აქ. ეს როგორც ჩვენ გავიარეთ, ხო, სხვა ვიდეოებშიც, რომ თავის ნიშნულს უბრუნდება, როცა თავის ნიშნულს უბრუნდება, ის თანხები, ჩადებული თანხები უკვე უფრო მეტია. ანუ აკრონოლია და აკრონოლია, შუაში ხო მინუსია და ეს 0 და ეს 0 და შუაში ნაყიდი უკვე შენ პლუსში ხარ, როცა 0-ში ხარ, ხო? მაგაზეც ნალაპარაკები გვაქვს რა. ხო და ესე იგი იწყებს ამოსვლას. ბაზარი როგორც გააგრძელებს ზრდას, ისე გააგრძელებს ეს უფრო ეფექტურად ზრდას, მოდი ესე დავარქვათ და აგერ ფაქტიც არის, ხო? ეხა 5 წელს ეს ვერ ფარავს, ჯერ ვერ ფარავს 5 წელს. თუმცა ეხლა ეს პორტფელი გაივლის ამ პერიოდს 5 წელს, რომ სრულად დაფაროს, აი ეს დიაგრამა, სრულად დაფაროს და რატომაც გონია, რომ არ იქნება სხვანაირი სურათი, როგორიც არის მაგალითად აი აქ. ხო? სიტყვაზე. უფრო მაღლა ვიდრე სხვა დანარჩენი. ერთადერთი ამ პორტფელს ეხა რისკებში შეგვიძლია ჩაუთვალოთ როგორი რაღაცა იცი რომ აი ამ პორტფელს როდი შეიძლება დაერხეს, ხო? სიტყვაზე. ნუ თუ გამოვიტან და შევჭამ დაერხება, კი, მაგრამ ამას ვერ გამოვიტან ტესტია. აგრო საერთოდ ეს სფერო არ ვიცოდი სიტყვაზე, თორე ეს სფერო რომ მცოდნოდა სიტყვაზე 18 წლის ასაკში, 20 წლის ასაკში და ეს შესაძლებლობები ყოფილიყო, როგორც დღეს არის ონლაინ ბანკი, TBC გინდა, საქართველოს გინდა, ის გინდა, მაშინ ეგეთები ფიზიკურად არის. ხო, როცა გავიგე, მაშინ გავიგე, იქამდე ცხოვრებისეული გამოცდილება გამოვიყენე და ვიხმარე და მოვედით აქ და ეხლა თუ 18, 19, 20 წლისები ხართ და უყურებთ ამ ვიდეოს, ჩემი აზრით, კარგად უყურეთ, კარგად გაიაზრეთ რაზე ვლაპარაკობ და დაფიქრდეთ, საერთოდ როგორი შესაძლებლობებია აი ამ მიმართულებით და რა ვიცი რა. რაღაცა აზრი თქვენს გამოიტანოთ, ან გაიგოთ ეს ყველაფერი. ესე იგი, რისკი აქ არის ერთადერთი ის, რომ აი აქ უნდა ჩამოვიდეს რა, ანუ ბაზარი უნდა დაეცეს, აი აქ და ამის ქვევით უნდა წავიდეს, ანუ აი ამ პორტფელის გახსნის პერიოდის ფასებზე ქვევით უნდა წავიდეს ბაზარი, ხო, აი ძალიან უნდა დაეცეს რა, რასაც აი ხა თლიან ჭრილში რომ ნახოთ, ეხა ჩვენ მაგალითად ძალიან პატარა პერიოდი რო აქ აბერა ჩვენებს კარგად მოდი NASDAQ-ს მოვაშორეთ, მაინც რომ ძალიან გიჟივით არ იყოს, მაგრამ აი რაზე ალაპარაკი ნახე, აი ამ ფასზე უნდა ჩამოვიდეს რა და ამ ფაზზე თუ ჩამოვიდა, ეს არის შანსი, რომ ეს პორტფელი დაჯდეს, ასე ვთქვათ რა, რაღაცა შანსები არის, რომ ეს პორტფელი დაჯდეს. აი ამ ფაზზე თუ ჩაღან, ნუ S&P 500 თუ გახდა ღირებულება თუ იქნა 2000 პირობითად, ხო? კი, ეს დამინუსდება, ვთქვათ, ესე ვთქვათ რა, მაგრამ სხვა შემთხვევაში ზრდის პოტენციალით და პერსპექტივით, ხო? ეხლა აი ამ პორტფელს სიტყვაზე კაი ხანი ზრდაში იქნება. მე ეგრე მგონია. თუ ბაზარი ზევით წავიდა და წავა, ყველა ვარიანტში ზრდაში იქნება. ერთი თემა არის, რომ აი აქ, აი ამ ნიშნულს სიტყვაზე, აი აქ არ უნდა ჩამოვარდეს რა. კიდე რა არის ახლა აქ ისეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო გასათვალისწინებელი რა. მე ხა ისეთი არაფერი, ეს ყველა ეს პორტფელი აქციებით არის უდაკომპლექტებული და ETF-ების ადგილი აქ ამ პორტფელში არ იყო, ვთქვათ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მქონდა მაშინ გაკეთებული რა. მე ETF-ებიანი პორტფელებიც მქონდა და ნუ მოკლედ რა.
გიჟივით არ იყოს, მაგრამ აი რაზე ელაპარაკი ნახე, აი ამ ფაზზე უნდა ჩამოვიდეს რა და ამ ფაზზე თუ ჩამოვიდა ეს არის შანსი რომ ეს პორტფელი დაჯდეს, ასე ვთქვათ რა, რაღაცა შანსები არის რომ ეს პორტფელი დაჯდეს, აი ამ ფაზზე თუ ჩაღან, ნუ S&P 500 თუ გახდა ღირებულება თუ იქნა 2000 პირობითად, ხო? კი, ეს დამინუსდება, ვთქვათ, ესე ვთქვათ რა, მაგრამ სხვა შემთხვევაში ზრდის პოტენციალით და პერსპექტივით, ხო? ეხლა აი ამ პორტფელს სიტყვაზე კაი ხანი ზრდაში იქნება. მე ეგრე მგონია. თუ ბაზარიზე ვისწავიდა და წავა, ყველა ვარიანტი ზრდაში იქნება. ერთი თემა არის რომ აი აქ, აი ამ ნიშნულს სიტყვაზე, აი აქ არ უნდა ჩამოვარდეს რა. კიდე რა არის ახლა აქ ისეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო გასათვალისწინებელი რა. მე ეხლა ისეთი არაფერი ეს ყველა ეს პორტფელი აქციებით არის დაკომპლექტებული და ETF-ების ადგილი აქ ამ პორტფელში არ იყო, ვთქვათ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მქონდა მაშინ გაკეთებული რა. მე ETF-ებიანი პორტფელებიც მქონდა და ნუ მოკლედ რა. წილებს მე ვერ ვაკონტროლებ სიტყვაზე, რომელში უწევს, რამდენში უწევს, არა, ჩვენ ვაკონტროლებთ უბრალოდ რას, რომ ჩვენ დებთ თანხას და იმ თანხით ბაზარი როგორც იქცევა, ბაზარი როგორც იცვლება, აქტივები როგორც იცვლება, ერთმანეთში კონკურენციას როგორც ქმნიან, შესაბამისად ისეც მიუყვებით ჩვენ რა, ჩვენ ყველანაირი ყველაფერი გამორთული გვაქვს, არანაირი ემოცია, არანაირი არაფერი რა. ხო და შესაბამისად, რა ვიცი, აი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პორტფელი, რომელიც თქვა გამოვიდა. თუმცა სხვა პორტფელებიც იგივე მათემატიკა არის, იგივე ალგორითმია, უბრალოდ როცა რაოდენობა იზრდება, პერიოდიც ცოტა უფრო გრძელი უნდა დავიჭიროთ რა, აქტივების რაოდენობა როცა იზრდება რა. ანუ გრძელ პერიოდში ჯობია აქტივების რაოდენობა გრძელი იყოს ჩემი აზრით, ამ ფორმულით იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტად აი ამ რთულ პროცენტზე რაზეც ვილაპარაკეთ, აი ზუსტად აი ამ თემებს ყიდულობთ უფრო და უფრო ფასდაკლებით, ხო, უფრო და უფრო ფასდაკლებით და ეს სტრატეგიაც ითვალისწინებს იდეაში ყოველთვის ყიდვას, ყოველთვის იაფად ყიდვას და რაც შეიძლება ხშირად ყიდვას, ესე ვთქვათ და რაც შეიძლება, ნუ, სწორად ყიდვას რა. ეს არის ერთ-ერთი სერიოზული პორტფელი, რომელმაც, აი ესე ვთქვათ, შედეგები დადო და ჯერ არ დაუმთავრებია შედეგები რა. ჯერ არ დაუმთავრებია შედეგების დადება, იქიდან გამომდინარე, რომ რა ვიცი, ბაზარი მიდის ზევით, ხო? რავი, აი 5 წლის ჭრილში ზევით მიდის ბაზარი რა, მაგრამ ნუ ჩვენი სტრატეგია და ჩვენი მიდგომა და ჩვენი ფორმულა და ჩვენი მათემატიკა ეგრე მუშაობს რა. სხვა მათემატიკა მე არ ვიცი. მე ვიცი ესეთი მათემატიკა, საშუალო ფასი. მე ვუყურებ როგორც ბიზნეს, როგორც ანუ $150 ჩავდე სათითაოში, თქვათ და რა მივიღე და ვისგან. აი ეს რეი არის ვიღაცა პირობითად, არ ვიცი, რაღაცა X ტიპი პიროვნება, აი X პიროვნებამ ცოტა ვერ გაკაჩა ასე ვთქვათ. დანარჩენი კაჩავს და ესენი გაკაჩავენ რა. ვიღაცა შეიძლება პალანტი შეიძლება ჩამოვიდეს, ვიღაცა შეიძლება ავიდეს, ვიღაცა შეიძლება საერთოდ არ ჩამოვიდეს და ვიღაცები შეიძლება კიდევ უფრო მაღლა ავიდნენ, მაგრამ მათემატიკა მუშაობს ეგრე. $3000 ჩაიდო, თვითღირებულება აქვს $12000-მდე, ხო? იგივე არის აქაც. 22 ჩაიდო, თვითღირებულება 43 და იგივე სურათია იქაც, ასე ვთქვათ. თუმცა როგორც ვიძახი, ETF-ები არ მომწონს, იქიდან გამომდინარე არ მომწონს ETF-ები, რომ ყველაზე ცუდ შედეგს მე მიკეთებდნენ ETF-ები, იმიტომ რომ პროცენტს არ მიკლებს, იაფად არ მაძლევს თავს და პლუსსაც აქციები ვერ მიკეთებს და შესაბამისად გამოდის ეგრე. ნუ მოკლედ მე მგონი საინტერესო ინფორმაცია მიიღეთ, მე ვფიქრობ რაღაც ცოტა სხვანაირად დაგანახეთ ეს ცოტა გავამარტივე და მე მგონი მარტივიც არის, იმიტომ რომ ჩვეულებრივი მათემატიკა ბუნებაა და კანონებია რა, კონკურენცია, ბიზნესია, ფინანსებია. ხო და ყველას გისურვებთ წარმატებებს ამ მიმართულებით და კარგად ცხოვრებას, კაი დანაზოგებს და თქვენ თვითონვე რაღაცა ესეთი ტესტები გააკეთეთ, რომ თქვენ თვითონაც აი ეს რაღაცნაირად ხედავდეთ რა, ამ ყველაფერზე მიჭირს რომ რაღაც მომენტში გადმოგცეთ, ან რაღაცას შეიძლება ვერ უაკეთებ ისე რომ უფრო მარტივად, მაგრამ
ეს არის ერთ-ერთი ამ სტრატეგიის, ასე ვთქვათ, ჩემთვის მაგალითად, რომ შესაძლებლობებს საზღვარი რეალურად არ აქვს რა. აი ეს არის ეგ მომენტი, რა ვიცი, თუ რამეში ვტყვი ვარ კომენტარებში, არ ვიტყოდი უარს წამიკითხა რაში ვტყვი ვარ. და რაში სავტყვი ვარ არის ეგ, რომ ესე მოიქცა მაშინ გაკეთებულმა კრიზისზე დამტყვეულმა მინუსში ყველა რო ყიდის, ამ დროს შენ როცა ესე დისციპლინით, სტრატეგიით მიდიხარ და ყიდულობ, ამ დროს რა შედეგზე შესაძლებელია გავიდეს პორტფელი. ამა თუ იმ აქტივებით, რა. და საბოლოო ჯამში ეს ხო არ არის კაზინო და რაღაცა, რომ აი შემოვედი და უნდა აი უმოვიგო და ამდენი პროცენტი წერო და ხვალ და ზეგ და მაზეგ არ არის. ხო, ეს არის გრძელი გზა და გრძელ გზაში ეს სტრატეგია ნებისმიერ შემთხვევაში მომგებიანი იქნება. მე ეგრე აი მართლა არ მინდა თან მე როგორც მჯერა ისე რაღაცა რეკომენდაციები მოგცეთ, ან აი იცი რა ეს ქენით. არა. მე ვიძახი უბრალოდ რას, ჩემი შეხებებიდან გამომდინარე, ჩემი ტესტირებები, რომელსაც აი აქაც განახებთ, ჩემი დათვლებიდან გამომდინარე, რომ $3000 თუ ჩავდე, ხო, 20 აქტივში, საშუალო ხომ აქტივი, თუ აქტივის ხო მარტივი, აი რა მაგაზე მარტივი რა უნდა იყოს, ხო, 150, მოდი ვარ ნახო, აგე, სათხარ, და 150, მარტო პალანტირი დღეს ფასობს 3000, ხო, დამთავრდა, დანარჩენი სულ მოგება. ანუ კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ ეს სტრატეგია იგულისხმება და ეს სტრატეგია ეფუძნებოდა აი ამის არსი იყო, ჩემი რო ვთქვათ, მომეფიქრებინა ისეთი რაღაცა, რომ ანუ რისკის რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ. მიხვდით, ანუ 20 აქტივი რატოა? რატო ვიძახი, რომ ვთქვათ 30 შეიძლება ჯობია, მაგრამ 30 უფრო გრძელი ვადაა და უფრო ცოტა ნაკლები შეიძლება ზრდა იყოს, ხო? მაგრამ იმის რისკი, რომ სიტყვაზე ტიპები მოკვდნენ, ხო ხდება ეს რეი მოკვდა, თქვა 100 მოკვდა, ოკუგენი მოკვდა, 5 აქტივი 20-დან აი 10 აქტივი გაბანკროტდა, ხო? პორტფელს რა მე? არაფერი. იმიტომ რომ მათემატიკა მუშაობს, ბუნება მუშაობს, კონკურენცია მუშაობს, ცხოვრება წინ მიდის. პულს ვინ მოგცემს? 50 თეთრად. ფიზიკურად ვერ მოგცემენ და რატო ვერ მოგცემენ? იმიტომ ვერ მოგცემენ, რომ პულს არავინ გამოაცხობს 2 თეთრად. ხო? და ასე შემდეგ, ეხა, ფასები რო იზრდება და ეხა ინფლაცია და რაღაცა გასაგებია, მაგრამ ჩვენ ბიზნესია. გასაგებია რომ ინფლაციაა, მაგრამ ეს კომპანიაც გაძვირებულ ფულს არ იღებს იდეაში, მაგრამ ხო იღებს. ხო ჭამთ პულს, ხო? სხვა გზა არ არის, უნდა ჭამოთ, ხო? ეგ მომენტია რა, ცხოვრება წინ მიდის. არა მგონია რომ ეს ფასები ჩამოვიდეს ისე რომ რაღაცა ინვიდიამ ვიდეო ბარათი მოგყიდოს რაღაცა 200 ლარად. არ მოგცემს, ეგ დრო აღარ მოვა. მაქსიმუმ კიდე გაიზარდოს, ხო? და თუ კიდე გაიზრდება, ავტომატურად შენი პორტფელიც ხო გაიზრდება. ხო, ანუ ეგ მომენტია. თუ კლება კიდე შენ კიდე სარგებლო, იმიტომ რომ ფაქტებია, ეგრე მუშაობს ფიზიკურად. და საშუალოსაც რო ითვლი, ეგრე გამოგდის. და პროსტა პროცენტს ვეღარ ითვლი რა, რეალურად ვერ ითვლი. ხა, როგორ დაითვლი ხა ამ პროცენტს? ეს არის ჩემთვის უკვე რთული პროცენტი, ხო? რანაირად დაითვლი ხა, აი ტრანზაქციების ცვლილებების შეხედვით. ყოველი ტრანზაქცია ზოგი სადაფრინავს, მაგრამ ყველა პლუსია. თავარი რა არის ჩვენთვის, რომ პლუსი იყოს და პოზიტივი იყოს. всё, ეგ არის, რომ ნეგატივი არ არის, ამ საქმემ ნეგატივი არ იცის. იმიტომ რომ წითელი როა გიხარია, ხო, რაღაც მომენტში, იმიტომ რომ ყიდულობ. არ გიხარია, ბოროტი ადამიანი არ ახარ, რომ კრიზისები გიხაროდეს, მაგრამ გონიერი ადამიანი ხარ და სარგებლობ, ხო? შენი მხრიდან რაც შეგიძლია და რეალურად კარგად სარგებლობ რა. იმიტომ რომ რეალურად ამ კომპანიებს შენი ფული ჭირდებათ. რეალურად, ხო? ანუ ბუნებაა რა. მოკლედ, აბა წარმატებები შემოკარგებო. მე მგონი საინტერესო ვიდეო გამოგვივიდა და ჩემი საყვარელი ალგორითმის მარტივი რაღაცები დაგანახეთ რა. რომ როგორ ვითვლიან საშუალო მათემატიკას, მარტივ მათემატიკას როგორ ვიყენებთ და როგორ იქცევა ზოგადად რა. ეს ყველაფერი და რატოა საინტერესო აი ესე დისციპლინით, დივერსიფიკაციით და რაღაცა მიმართულებით სიარული და არა ემოციებზე აყოლა, რომ ვაიმე იმან რა თქვა და ეხა რა მოხდება და ასე შემდეგ რა. საერთოდ არ გაინტერესებს ვინ რა თქვა, როგორ თქვა, რანაირად თქვა, ეს არის რუტინა რა. უბრალო ბიზნესი
აი რუტინული ბიზნესია რა. შენ თანხას აბანდებ მაქსიმალურად ეფექტურად და მთელი ცხოვრება ცდილობ რომ ეგრე აკეთო რა. აქტივებს თავიდან კარგად შეარჩევ და აი საშუალო მათემატიკის ბალანსებს და რაღაცებს დაიცავ რომ თვითონ კონდეს წონასწორობა რომ შენით არ იყოს რაღაც შენ არ მიცე მიმართულება რა. არ ჭირდება ამ ალგორითმს შენი მიმართულება რომ იცი რა მე გადაგიწყვიტავ რომ შენ ეხლა ტესლაში ამდენს მოგცემ თანხას და იმას არ მივცემ იმდენს რომ მე ესე ვფიქრობ რომ გელამ თქვა ეგრე და არა მარტივი ალგორითმი მარტივი ამის იდეაც ეგ იყო რომ ყველას შეეძლოს მარტივად გაკეთება არაფერი იდეა გაიგოს გააკეთოს იდეა არის მის კაი გარისკე რა ხო გაქვს შემოსავალი რაღაცა პატარა რაღაცა 2% ეგ რაღაცა აი პროსტო გააკეთე და შეხედე რა უბრალოდ რაღაცა აი ეს კონკრეტული სტრატეგია რაღაცნაირად აგერ შეხედავ თქვენ თვითონ გაიგეთ ან გინდათ არ გინდათ მოგწონთ არ მოგწონთ მაგრამ ზოგადად ანუ შესაძლებლობების გამოყენება აუცილებლად საჭიროა ცხოვრებაში სხვა შემთხვევაში ახლა სასწაულები არ ხდება რა ეხლა ზოგი მესმის რომ ლატარიის იმედად არის თქვა დარჩენილი იმიტომ რომ ყველა იმედი და შანსი გადაწურული აქვს მაგრამ ეგ ეგრე არ არის როცა ახალს ეძებ რაღაცას და ინტერესი გაქვს პოულობ და შესაბამისად რა ვიცი მე ვფიქრობ რომ შეგიძლიათ რა თქვენც დაფიქრდეთ რაღაცა ფინანსებს ცოტა სხვანაირად მიუდგეთ დროს ცოტა სხვანაირად მიუდგეთ გავიაზროთ რთული პროცენტის ეფექტი და რა ვიცი რეკომენდაციები რჩევები ყველა გრძელვადიანი ინვესტორის ყველა რაღაც ეგეთ ხალხს მოусმინოთ სიტყვაზე და ეგრე ცხოვრობენ ხო ფაქტია მაგ ცხოვრებით ცხოვრობენ და ეგრეა რა ეს 5% 3% 10% ვისაც დიდი პული აქვს ეგრეა რა და ეს ალგორითმი მაგ ხალხზე არის დაყრდნობილი რა ეგენი რასაც იძახიან მაგიდან არის ფორმულა შემდგარი რაღაცა მათემატიკურად დათვლილი ბიუჯეტი გამოყვანილი და ბიზნესურად კონკურენცია გათვლილი და ნუ მარტივად აბა წარმატებები მეგობრებო ყველას გისურვებთ ძალიან კარგ და ბედნიერ ცხოვრებას და კარგ პორტფელებს სამაგალითო პორტფელებს